ისევ აქ დავბრუნდი. უსაკომუნიკაციო საქმე ცხოვრება ეგრეა. მოგესალმებით, ჩვენო მაყურებლებო, გაუმწერებო. თავიდან. მოგესალმებით, ჩვენო მაყურებლებო, გაუმწერობა. რაჯონდობო. მოგესალმებით, ჩვენო მაყურებლებო, გაუმწერებო. პირველ რიგში ყველას გიხდით მადლობას ვიდეოების ყურებისთვის, ლაიქებისთვის და კომენტარებისთვის. და ასევე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, რომ შემდეგ სულ უფრო და უფრო საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. დღევანდელ ვიდეოში თქვენი ხილავთ ჩემ ახალ მანქანას Toyota Land Cruiser Prado 150. ერთი უბლალო პლადოს ჯიპი. აქ წავეხა ეს ვიდეოები რაღაც სტანციმაცი. რას წარმოადგენს აღნიშნული მანქანა? ვინაა და რა მოეთხოვება ამ მანქანას? ვაი, ხდება? გადაგვიარესებ. მოგოტორო. ძალიან გაუცემლები მიყურებენ, რატო არ ვიცი. გადავაშვა. ესე იგი, აღნიშნული მანქანა არის 2012 წლიანი Prado 150 Land Cruiser-ი, 3-დან 2 ტურბო დიზელი. თბილისში ცენტრიდან არის გამოყვანილი, ძირითადად საქართველოში მოღვაწეობდა, რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთ არ ყოფილა. სერვისდებოდა სულ ცენტრში. კარგი მოვლილი შენახული მანქანა არის, ახლობლისგან ვიყიდე, ზუსტად ვიცი ისტორია, როგორ უვლიდა და ასე შემდეგ და ანუ ძალიან კარგი მანქანა რო იყო, ზუსტად მაგითო გადავწყვიტე, რომ აღნიშნული მანქანა მეყიდა. მოდი ვილაპარაკებ ძირითად ნაწილზე, რატო გადავწყვიტე, რომ მაინც Prado მეყიდა 150 დიზელი, ჩემი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე და რითი მირჩევია JX, რომელიც ამ მომენტში შეიძლება უკვე გაყიდულია, მაგრამ ისე ზოგადად იყიდება, წინა ვიდეო დადებული მაქვს მაგასთან დაკავშირებით. მათ შორის JX-ის ვიდეოში ჩავსვი ის ძირითადი ნაწილები, რის თქმაც მინდოდა. ანუ აღნიშნული მანქანა უფრო კარგი პლატფორმა არის ჩვენნაირი ადამიანებისთვის, რომელიც ხშირად მოგზაურობს და დადის უგზოობაზე, ანუ გამოდის შეიძლება ხანდახან გამოხვიდეს შეჯიბრზე, წახვიდეს ამოგზაუროთ რაღაცა შორ მანძილზე, თუ შეთი იქნება რაღაცა მაღალმთიანი აჭარა, თუ რა, სადაც შეიძლება იყოს off-road-ის ელემენტები და ხა ჩამოვაყალიბებ რატომ გონია რომ ეს ასე არის. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ მანქანა არის პრაქტიკულად ელექტროობა, არაფერი არ აქვს გარდა traction-ისა, ანუ ბარაბანია. დამატებითი არც აირბალიშები აქვს JX-ისგან განსხვავებით, არის ამორტიზატორებზე და პრუჟუნებზე. არ აქვს არაფერი სირთულე, რამაც შეიძლება მოგზაურობის დროს შეგიქმნას რაღაცა პრობლემა გამოგიხტეს და უეცრად გაგაჩეროს. ანუ მექანიკური მანქანა არის, ასე რომ ვთქვათ. ყველაფერი არის ძალიან მარტივად, ძრავის არის ძალიან მარტივი, გამძლე. არ გამოირჩევა პრობლემებით. ეხლა წინა რევიუშიც რო ჩავწერეთ Prado-ზე, დაახლოებით 400,000 კილომეტრს უპრობლემოდ გადის ნორმალურ სერვის პირობებში და თუ კაი სერვისს გაუკეთებთ, ხო ბევრად მეტსაც გაივლის. ეს მანქანა სულ ცენტრში სერვისდებოდა, ვიცი და კარგი დასერვისებულია და შესაბამისად მეც მაქვს იმედი, რომ კარგად მემსახურება. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენთვის, ვინც უგზოობაზე დადის, რომ ქარხნულათვე მანქანას ჰქონდეს შესაძლებლობა რაღაცა დამკვირვებლები გადალახოს. მაგალითად, JX-ისგან განსხვავებით, წინა შეტევის კუთხე, უკანა შეტევის კუთხე, ანუ წინა შეტევის კუთხე არის აი აქედან ძირამდე ადგილი და უკანა შეტევის კუთხეც არის უკანა ბამპერიდან ძირამდე, ანუ მიწამდე ადგილი. ბევრად უფრო კარგი აქვს ვიდრე JX და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ყველაზე ძნელი გასაზრდელია უგზოობას სასწრაფოდ არის კლირენსი. კლირენსის გაზრდა ხდება მხოლოდ ერთადერთი გზით. საბურავი, დიდი ზომის საბურავების დაყენება, მეტი საშუალო კლირენსი გაზრდოთ პრაქტიკულად არ არსებობს. შესაბამისად ამ მანქანას JX-ის ვიდეოში დევს, დაახლოებით სანტიმეტრ-ნახევრით მეტი კლირენსი აქვს უკვე ეხლა დღევანდელ მდგომარეობაში. არა და რეალურად JX-ზე უფრო დიდი საბურავები აყენია, 32 ინჩიანი საბურავები, 31 და 9 ინჩიანი საბურავები აყენია JX-ზე, 31 ინჩიანი საბურავები აყენია ამაზე. ამ ყველაფრის მიუხედავად სანტიმეტრ-ნახევრით მეტი კლირენსი აქვს ამ მანქანას. რაც თავშივე ძალიან დიდ ფორასავით აძლევს იმ მანქანასთან მიმართებაში ამას. ეხლა გადავიდეთ უკვე რა მომზადების ნაწილში.
ხარჯის კუთხით ბევრად უფრო ნაკლები ხარჯი გიწევთ, იმიტომ რომ არა აქვს ამას აირბალიშები, რეგულირებადი დაკიდების სისტემა, რომ გამოიღოთ ამის პატუხსა და შეაგდოთ ნებისმიერი კარგი დაკიდების სისტემა, ბევრად უფრო ნაკლები ხარჯი დაგიჯდებათ, იმიტომ რომ არ დაგრჩება ზედმეტი ჰაერის კომპრესორი, იქ რაღაცა ჰიდრაულიკის მილები არა აქვს, KDSS-ის სისტემა, რომელსაც დამატებით მოვლენ პატრონობა ჭირდება, KDSS-ის ზეთის შეცვლა უნდა, იქ შეიძლება რაღაცა გადაიხაროს მანქანა, გადმოიხაროს აშენ. ანუ არის ბევრად უფრო მარტივი მოსახმარი მანქანა, ვიდრე JX 460, რომელიც კონკრეტულად მე მყავდა ყველა თქვენ თავზე მიიღებთ. თუმცა ზოგადად ვრცელდება JX-ებზე, იმიტომ რომ ყველა JX 460 აქვს KDSS-ის სისტემა. მათ შორის უფრო ნაკლებია შანსი, რომ ქარხნულ ვიზუალზე მყოფი მანქანაც დააზიანოთ. ეხლა JX-ის გრილს რო შეხედოთ, აი ამ ადგილს, ბევრად უფრო ფაფაცუ არის, ვიდრე ეს, არაფერი არა. დავიცი, რა დავარტყა. ცემ თუ გინდათ. ეს შიტოკი რო გატყდეს სულ არ ინერვიულებთ. გატეხილია უკვე და საერთოდ არ ნერვიულებთ. ეს თაკლია და არ ნერვიულებთ, იმიტომ რომ ფეხებზე მკიდია. ამ მანქანის ვიზუალით ტკბობას არ ვაპირებ. ეს მანქანა უნდა გამოიყენო საქმეში. ნოვიარო უგზოობაზე, საჭიროების შემთხვევაში გამოვიდეს შეჯიბრზე და ბევრად უფრო კარგად მემსახურება ვიდრე JX. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი კიდე, რაც აუცილებლად სათქმელია, თუ ყავთ ერთი მანქანა და ქალაქშიც გიწევთ მაგ მანქანით მოძრაობა, JX 460 ქალაქში მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასიამოვნო და კომფორტულია, არ არის სასიამოვნო იმ კუთხით, რომ საწვავს ძალიან ბევრს წოვს, ანუ რეალურად ბევრს წოვს. დაახლოებით ორჯერ მეტ წოვს ვიდრე ეს. ანუ ამისი საწვავის წვა ქალაქში ჩემი სიარულის მანერით არის დაახლოებით 12-დან 12.5 ლიტრა დიზელამდე, ხოლო JX-ის წვა არის დაახლოებით 20 ლიტრი. ხვდებით ახლა ამ ხელისუფლება, ანუ ამას რო ორი ბაკი ჭირდება რაღაცა X მანძილის გასავლელად, იმას ჭირდება 3.5. დაახლოებით ეგეთი შედარება მოდის, რაც ერთი თვისჭრილში საკმაოდ დიდი მონაცემია. ნუ ახლა ჩემთვის ამ ეტაპზე საკმაოდ დიდი მონაცემია და მირჩევია რომ ეკონომიური მანქანა მყავდეს და შედარებით ნელა ვიარო ამ ეტაპზე, ვიდრე JX 460 მაგარია, სიამოვნებით ვიყოლიებდი დღემდე და სიამოვნებით ვიყიდიდი, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე მაგის საშუალება ფიზიკურად არაა. თუმცა რო შევხედოთ სიმძლავრის კუთხით 3.0 ტურბირებული ძრავი საკმაოდ მძრაულია, სამოძრავ რეჟიმში საერთოდ ვერ იგრძნობთ რომ რაღაც JX-თან შედარებით ნელად დადის, პირიქით არ ვიცი რატო არის ეს, ზოგადად ვერ ხვდები მე, მაგრამ სასიარულოდ ეს ბევრად უფრო კარგი სასიარულოა ვიდრე JX 460, ანუ ბევრად უფრო მსუბუქი მანქანის ტარების შეგრძნება გაქვთ ვიდრე JX 460-ზე. დავანტავროთ ეს ადამიანი, ხელი დაუქნიოთ, ფეხი დაუქნიოთ. ხო, ჩაიაროს. აუ, რამოტოლა ხმა, ბიჯო. ხო, სასიარულოდ ბევრად უფრო კარგი სასიარულოა, რაოდენიც გასაკვირია უნდა იყოს. ანუ შეგრძნება ამ მანქანაში სიმძიმის, სიარულის დროს არ გაქვთ. განსხვავებით JX 460-კან. ანუ მე JX 460 გავიარე დაახლოებით 2200 კილომეტრი და კარგად ვიცი როგორ დადის. ახლა არ მითხრათ რომ 2 დღე ყავდა ძმაო და შენ საიდან იცი ეგ როგორ დადის და რაღაცა. ამ მანქანით გავლილი მაქვს უკვე 1000 კილომეტრი. დაახლოებით შეგრძნებების დონეზე ორივე გავი სისხლ ხორცზე, ასე ვთქვათ. ბევრად უფრო კომფორტული და კარგი სატარებელია, აი როგორ ვთქვა, ძალიან უხეშად რა, ჩუსტი რო ამოიცვა და მოაგდო ყველაფერზე მიხვიდე მოედო და არ დაგენანოს რომ რა ვიცი, ქვას დაეჯახები დაბლა თუ ეს გაუსმევ ფეხს. JX-ი არის რაღაც კარგი ძვირიანი ფეხსაცმელივით რო ჩაიცვა და დაგენანოს რომ ბორდიულს არ გაუსვა რომ გაკაწრო, ან რაღაცა ეგეთ შეგრძნებას ტოვებს შენ, თუმცა მოძრაობაში, აი რასაც ქვია, ყოველდღიურ სიარულში ეს ბევრად უფრო კომფორტულია. რატო არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეგრეა. ძალიან თავისუფალად აკეთებს ყველა მანევრს. აი მართლა არ ვიცი რანაირად ხდება ეგრე. რაღაცა შეგრძნება მაქვს, რომ ის JX 460 არის ძალიან შებოჭილი ამ KDSS სისტემით და ამ აირბალიშებით და რაღაცა ტრასაზე კომფორტის მოცემის გამო ქალაქში სიარული ზოგადად გაუფრჩეს მაგ მანქანას. უფრო ხისტია, დავიწყოთ მანდედან, ანუ ბუგაროკებზე, მწოლიარე პოლიციებზე ეს რაღაცები უფრო ხისტად გადადის და მანქანა არის შებოჭილი რაღაცნაირად, აი რო დადიხარ მძიმე მანქანის შეგრძნებას ტოვებს. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეგრეა ახლა. არ ვიცი სხვაზე როგორ არის, თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, დააკომენტარეთ აგენ და გამლანძღეთ, არაა პრობლემა. ხო. სულის ხარისხით უკეთესია, რა თქმა უნდა, კომფორტის კუთხით ახლა ვერ შეედრება JX, იმიტომ რომ კარკარებს, კერეკერებს, დიზელია რაღაცა, მაგრამ ძალიან დიდი პლუსი არის ასევე ექსპედიციებისთვის, ვინც დადიხართ შორგზაზე, ამ მანქანის რეინჯი. ანუ მანძილი რამდენი კილომეტრის გავლა შეუძლია ერთი ბაკით. ახლა მე ძალიან კარგად ვიცი, ჩვენ ახს ვინც უყურებთ, თქვენც კარგად იცით, ჩვენთან ერთად ვინცაც ბევრმა კარგად იცით, აგერ თუშეთში ვიყავით წელს ორჯერ და ორივეჯერ მოგვიწია ბენზინის კანისტრების თრევა, იქ ბენზინის დამატება, მერე იქ რაღაცა თონიკე ბენზინი არ იყო, დამატებული ბენზინიც არ იყო, კიდე იქ წავედით და თუშეთში რაღაცა 7 ლარად 1 ლიტრი ბენზინი ვიყიდეთ და რაღაცა უბედურებები. ამას ეგ პრობლემა არ აქვს.
ბაკს ჩაასხავთ, თუშეთში წახვალთ, მოილოთ, ყველაფერს ჩამოხვალთ და დიზელი კიდე გექნებათ. ერთი ბაკი საშუალო ტრასაზე გადის 800-დან 1000 კილომეტრამდე, რაც არის ძალიან მაგარი რეინჯი. ნებისმიერი პირისთვის, რომელიც მოგზაურობს, არის ძალიან მაგარი რამ. ჩემთვის არის ძალიან მაგარი პლუსი, რომ არ მიწევს დამატებით კანისტრების თრევა და განსხვავებით 4 და 7 Foreruner-ისგან, რომელიც მყავდა, JX-ისგან, რომელიც მყავდა, 470-ისგან, 460-ისგან, რომელიც მყავდა, იმის საშუალო მაქსიმალური აღჭურვილობით, როგორც დავდივართ ხოლმე, არის 400 კილომეტრი. 400 კილომეტრზე გიწევს ბენზინის ჩასხმა, იმიტომ რომ წითელთან უკვე ახლოსაა და არ იცი როდის მოგიწევს ბენზინის ჩასხმა. ანუ ეს უპირატესობა ცალსახად ძალიან დიდი აქვს ამშვილ მანქანას. რო გადავიდეთ მომზადების კუთხით იგივენაირად მზადდება როგორც JX 460, 470, მეხუთე თაობის Forerunner-ი, უბრალოდ უფრო მარტივია. იმიტომ რომ არა აქვს რაღაც დაგრძელებული ბამპერები, 33-იანი საბურავის მიყენება უფრო მარტივია, რაღაცის მოჭრა რომ მოგინდეს, უფრო ნაკლებად ინერვიულებ, მე პირადად უფრო ნაკლებად ინერვიულებ და უფრო მეტად გავიმეტებ კიდეც ამ მანქანას. შეჯიბრზეც უფრო თამამად გამოვალ, ბამპერსაც უფრო თამამად მოვჭრი, თუ გამოფუჭებ, არც მაგაზე არ ვინერვიულებ და ბევრად უფრო კომფორტული საყოლიებელია მაგ კუთხით, იმიტომ რომ არ ნერვიულობთ იმ ზედმე რაღაცა JX 460 რო გავაკეთე ისეთი გამომივიდა, რომ დახაზვაც კი მენერვიულებოდა. აი ხა ამ მანქანას დავხაზავ თუ არ დავხაზავ, დიდად საერთოდ არ მადარდებს და ამითი არ ვიცი. აი საკატრებში შევალ, შეჯიბრზეც გამოვალ და ყველაფერსაც გავაკეთებ და საინტერესო ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ. ეხლა კონკრეტულად ამ მოდიფიკაციაში მანქანას უყენია, როგორც უკვე ვთქვი, 31 ინჩიანი გუდრიჩის ატესაბურავები 17-იან დისკზე. ჯერჯერობით ვინაიდან ქალაქში ბევრი სიარული მიწევს ახლა რაღაც პერიოდის ანამ სამსახურს დავიწყება შემდგომში ჩამოყალიბდი როგორ აიქნება. ალბათ ვიქნები ამ საბურავებზე. ვნახავ როგორ ივლის, სამომავლოდ მიზანი არის რომ გადავიდე 33-იან ატეზე ან MT-ზე. დავლიფტო, ანუ ავწიო 5 სანტიმეტრით. არ ვაპირებ პირველ ეტაპზე დაკიდების სისტემის შეცვლას, ვაპირებ რომ სპეისერებით ან შუ დასადებებით ავწიო, მაგის ყველაფერს ვიდეოს რა თქმა უნდა გადავიღე და მოგიყვებით რა და როგორაა. პირველი სერვისი უკვე ჩაუტარე, ანუ ძრავში ზეთის ფილტრი, ჰაერის ფილტრი შევცვალე, ამას ზოგადად 10000 კილომეტრზე რეკომენდებულია ხოლმე ისედაც შეცვლა ამ ყველაფრის. მით უმეტეს ჩვენ პირობებში და მით უმეტეს ჩემ პირობებში მე როგორც თავდივარ ხოლმე ტოეშ და უბედურებაში ჰაერის ფილტრი შევცვალოთ, კარგი იქნება ხოლმე. უფრო მეტად შეინახოთ მანქანას და ტურბინაც უფრო კაი მდგომარეობაში იქნება და ძრავით უფრო კაი მდგომარეობაში იქნება. სხვა რას ვაპირებ? ხო, ვაპირებ დაუყენო ჯალამბარი აუცილებლად, ვაპირებ გავაკეთო გვერდზე როქსლაიდერები, ანუ რკინის ფეხის სადებები, იმიტომ რომ ამას უბრალოდ გავაფუჭებ და ცოდოა, რატო გავაფუჭებ, ისეთ ადგილებში დავდივარ ხოლმე, რომ შეიძლება ყოფილა გეჩემთხო, რომ მანქანა შეიძლება გავაფუჭოს. დანარჩენი სტანდარტულად, ანუ პრაქტიკულად აი სტანდარტულ კატეგორიაში რომ გამოვიდე შეჯიბრზე ან სამოყვარულოში, მაგ დონეზე ვამზადებ. სამოგზაუროთაც გამოვიყენებთ, ეხა არ ვიცი ეს ვიდეო როდის დაიდება, მაგრამ ამ ვიდეოდან 2 დღეში ხვალ პროსტორად მივდივართ თურქეთში ამ მანქანით, იქაც რაღაცებს გადავიღებთ. გზაზე კიდე ჩავწერთ რამდენს დაწონს, ხაშენ ყველაფერს განახებთ. მოკლედ შეგინდა რა ცირედი დაგათვალიერებთ მანქანას, აი ეს გამოიყურება. შავი ნაჭრის სალონი აქვს, განსაკუთრებული არაფერი. ზოგადად უგზოობის სასერვირო სისტემებიდან როგორც ყველა სტანდარტულ მანქანას, ამასაც აქვს, უგზოობის განკუთვნილ მანქანას. ამასაც აქვს დამადაბლებელი გადაცემა, ნაგერ არის, დაღმართი დაშვების სისტემა აქვს და ცენტრალური ხიდის ბლოკირება. მეტი ამას ისეთი არაფერი არ აქვს, ტრექშენი მოყვება ქართულად. ეხა წავალ უბრალოდ რაღაცა უგზოებებზე გავივლი და გარდა შეგახედებთ როგორ გადაივლის გადმოივლის, მეც მაინტერესებს. ესე იგი მოკლედ ვიდეოს თვით უბრალოდ კადრებად ჩავსვა. ვარ დიდი ომში მუხადვერდის გზაზე და არის ერთი ესეთი აღმართი. ეხა აქ კარგად არ ჩანს კუთხე, აი მანქანა რომ შეგახედოთ, მანქანა რომ გახედოთ. დაახლოებით ესეთი ვარიანტი. საკმაოდ არა მარტივი აღმართია, აი აქვე ჩანს, აი აქ იკეთებს დიაგონალებს და ზოგადად ტრექშენის გარეშე მანქანებს ძალიან უჭირთ ხოლმე ასვლა. ეხა ზოგადად ვწდი მე ჩავთავ ცენტრალური ხიდის ბლოკირებას. დამადაბლებელი გადაცემას და ვწდი, რა ვიცი. შევხედოთ რა ვიდეოში კადრებად გამოგადგება. ავა პრობლემა არ იქნება, მაგრამ მაინც. ვცადოთ. მოკლედ ძირითადი რაც მინდოდა მეთქვა ამ მანქანის შესახებ არის ეს, რაიმე კითხვები თუ გაგიჩნდებათ თქვენ ამ მანქანასთან ან JX-თან დაკავშირებით, შეგიძლიათ დააკომენტაროთ და ასევე მინდა გთხოვოთ რომ დააკომენტაროთ. რას ფიქრობთ, რამდენად სწორია ჩემი გადაწყვეტილება? ან დაახლოებით საფასო კატეგორიაში რო ავიღოთ, ეს მანქანათა JX-ით, მოდი ჩავთვალოთ რომ პლუს მინუს ერთი და იგივე ფასი იყო. ნუ ცოტა უფრო იაფიღიდა ეს ამ შემთხვევაში, მაგრამ დაახლოებით ეხა MyAuto-ზე რო შეხვიდათ 25-დან 30-მდე ღირს JX-ი, 25-დან 30-მდე ღირს Prado-ც.
ეხლა იმ JX და ანდაბალი გარბენი ქონდა 116000 კილომეტრი აქვს გარბენი. ამას აქვს 260000 კილომეტრი გარბენი. აი რას ფიქრობთ ეხლა ჩემი განწყობილება სწორია? პროგნოზები გავაკეთე არჩევანი თუ მაინც JX-ი უნდა დამეტოვებინა? თქვენი მოსაზრებაც დაგვიწერეთ კომენტარებში. მადლობას გიხდით ყველას ყურებისთვის. დამატებით კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ჩვენ Facebook ჯგუფზე, სადაც უკვე დაწვრილებით გცემთ ხოლმე ყველაფერზე პასუხს. თუ არა, დაგვიწეროთ კომენტარებში კითხვები. აბა წავედი კარგად.